ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი. დღეს ხუთშაბათია 16 იანვარი და ვიწყებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. შეგახსენებთ, რომ მეორე სეზონის ფოკუსში მოქცეული იქნება საქართველოს პარლამენტი, მე-11 მოწვევის და მასთან დაკავშირებული მოვლენები. პირველი სეზონი დაკავშირებული იყო საპარლამენტო არჩევნებთან და ჩვენ გავაშუქეთ მიმდინარე პროცესი. არჩევნების დამთავრების და პარლამენტის უკვე შეკრების შემდეგ ცნობილ განცხადებას მოყვა ანტისახელისმწიფო პროტესტის ახალი ტალღა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს და ძალიან მალე დაიწყება უკვე პარლამენტის საგაზაფხულო სესია. ჩვენი სტუმარია დღეს ნინო წილოსანი, მე-11 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ალბათ ნინო. და პირველ რიგში, სანამ გადავალთ მიმდინარე და განვლილი საკითხების განხილვაზე, მოდი ვთქვათ, როდის დაიწყება პარლამენტის საგაზაფხულო სესია და რა იქნება, რა არის დაგეგმილი ძირითად ფოკუსი, იმიტომ ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება. ჩვენ მოვისმინეთ, რომ შეიძლება იყოს საგამოძიებო კომისია, მოკლედ ძალიან ისეთი სერიოზული განზრახვები არსებობს საპარლამენტო საქმიანობაში. თუ შეგიძლიათ, რომ აი ამ სესიის შესახებ რა არის მოსალოდნელი, გითხრათ რა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მიხარია თქვენ სტუდიაში მოსვლა და რაც თავარია ან რადიოს სივრცეში იმ ინფორმაციის გატანა, რომელიც ალბათ ბევრს აინტერესებს, რა თქმა უნდა, საგაზაფხულო სესია პარლამენტში თებერვლის პირველ სამშაბათს დაიწყება, ისევე როგორც ეს გაწერილი არის რეგლამენტით და განსაკუთრებულად მიხარია თქვენი ეთერის აქცენტი საპარლამენტო საქმიანობაზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი მცდელობა მიდის, რომ მთელი პოლიტიკური რაღაც პროცესები ქუჩაში იყოს გადატანილი, მაგრამ რეალურად როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ყალიბდება, ფორმირდება და მუშავდება და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები მიიღება პარლამენტში, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებული ქვეყნის მოდელით მუშაობას და რა თქმა უნდა პარლამენტს ექნება ძალიან დატვირთული დღის წესრიგი. უპირველეს ყოვლისა, თავისთავად ალბათ მთლიანად ყველას ყურადღება მიქცეული არის საგამოძიებო კომისიის თემაზე, რომელიც ნაციონალების რეჟიმის გასამართლებას ისახავს მიზნად. ეს პროცესი იქნება ძალიან საინტერესო, ძალიან ხმაურიანი და რაც თავარია, ვფიქრობ, რომ შედეგიანი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნით დავაგვიანეთ ამ რეჟიმის გასამართლება და თუ ადამიანებს, ვისაც ამ 4 პარტიაზე გავაკეთებ აქცენტს, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში გარკვეული მანდატები მოიპოვა, თუ მათ ჩვენ კრებსითად ნაციონალებს ვეძახით, ეს შეიძლება სრულიად არ გულისხმობს იმას, რომ ამ პარტიის წარმომადგენლები ოდესმე ან რაიმე ფორმით დაკავშირებული იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან აპრიორი, მაგრამ გულისხმობს იმას, რომ იდეოლოგიურად ნაციონალური მოძრაობის იდეებს ემსახურებიან. რა არის ეს იდეები? ეს არის, როდესაც შეგიძლია შენი პოლიტიკური მიზნებისთვის საკუთარ ქვეყანას დაუპირისპირდე. ეს არის პრინციპი, როდესაც გარედან იმართები და ვფიქრობ, რომ ამ 4 პარტიის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად დაგვანახეს, რომ ისინი პირდაპირ და ზუსტადაც რომ გარედან იმართებიან და გარედან მიღებული დავალებების შემსრულებლები არიან, საკუთარი ქვეყნის არევას, დანგრევას არ უშინდებიან ამისთვის. და რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეეხება არა მხოლოდ იმ 2003-2012 წლებს, არამედ შეეხება ალბათ დიდწილად გადატანით ახლა მიმდინარე პროცესებსაც, იმიტომ რომ ესეც რაღაც გარკვეულწილად პოლიტიკური მემკვიდრეები არიან დღევანდელი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ასევე მინდა გავამახვილოთ ყურადღება და ჩვენ მსმენელს მივაქცევინა ყურადღება იმაზე, რომ რაც ქართულმა ოცნებამ დაანონსა საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა, გაცხოველებულები არიან განსაკუთრებით არა მარტო ნაციონალური მოძრაობის, არამედ მასთან დაკავშირებული სხვა პარტიის წარმომადგენლებიც. ხედავთ ალბათ, როგორი ინტენსივობით მიმდინარეობს საგარეო ველზეც მუშაობა, ქვეყნის შიგნითაც, სხვადასხვა პროვოკაციები, ეს ვითომ მათი გადმოსახედიდან აქტივიზმი, რეალურად კი მავნებლობა და დიდი ასე ვთქვათ, ძალადობის გამოვლინება და ეს პროცესი კიდევ უფრო გვანახებს
და გვარწმუნებს, რომ აუცილებლად ჩასატარებელი არის საგამოძიებო კომისია იმ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ გაასაჯაროებს და კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, მათ შორის პირობითად ახალგაზრდებსაც, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ისინი პატარები იყვნენ, ან ჯერ არ იყვნენ დაბადებული ამ პერიოდში და სამწუხაროდ არ იციან ის დანაშაულებები. ამიტომ ახლა იქნება შესაძლებლობა ეს ყველაფერი გაიგოს. ოპონენტმა შეიძლება თქვას, რომ ეს მკაფიოდ შეიძლება გაიყოს, რა თუ არის კონკრეტულ დანაშაულზე ლაპარაკი, რომელსაც კოდექსი ითვალისწინებს და ჩვენ ვიცით უამრავი ადამიანი, მაღალჩინოსანი მათ შორის დაწყებული პრეზიდენტის ზის ციხეში, მაშინ ესენი გასამართლენ აი ამ სწორედ ამ მიმართულებით. და რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, რომ თქვათ რეჟიმის გასამართლება, ესეთი პრეცედენტი თითქოს არ ყოფილა ჩვენთან. თუ უბრალოდ ლაპარაკი არის იმაზე, რომ რაღაცას მოვლენებს დაერქვას თავის სახელი, გაჩნდეს შეფასება, რომელიც იქნება რაღაცა დეკლარაციული ხასიათის, ეს კიდე სხვა თემაა და ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ეხლა რაც თქვენ აღწერეთ, არის ერთგვარი რაღაცა ჰიბრიდული მომენტი რა, იმიტომ რომ ეს არის დანაშაულების სახელდება, ესე ვთქვათ, ოღონდ იმ მიზნით, რომ მოხდეს შეფასება ისტორიულ ჭრილში და ამას მერე კონდეს ერთგვარად რაღაცა შედეგიც გავლენა, რომ თქვათ ვიღაცას დაერქვას, რომ ის არის რაღაც ხრივ დამნაშავე. და იმ ფონზე, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ და ძალიან საინტერესო მომენტს შეეხეთ, რომ რამდენიმე პოსტულატი უკვე თქვით, ხო, რის მიხედვით შეიძლება შეფასება, როდესაც შენ სუვერენულ ქვეყანაში პოლიტიკას აკეთებ და ხელმძღვანელობ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებით და რაღაცა გარეშე ინტერესების ხელმძღვანელობით. სხვათა შორის, როდესაც წინა ხელისუფლება, ისე ვთქვათ, დამარცხდა და წავიდა, მაშინ სწორედ ერთ-ერთი გამამართლებელი საბუთი, სხვა შორის დღესაც იყენებენ ხოლმე სააკაშვილის პროცესისას ამ არგუმენტს, რომ ის იყო პრეზიდენტი და მას ჰქონდა უფლება, მას უფლება ჰქონდა ნებისმიერი ვინმე შეეწყალებინა, მე რა რო გვირგვილიანის მკვლელები შეიწყალა და ამ არგუმენტს ხშირად მიმართავენ, რომ როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში ომი დაიწყო, იმიტომ რომ ეს ხო ჩვენი ტერიტორია არის, მას როგორც პრეზიდენტს ჰქონდა უფლება და ეს მუდმივად ტრიალებს. ანუ იმის დამტკიცება, რომ თქვათ, მისი ნაბიჯები ემსახურებოდა სხვა ქვეყანას, ან ემსახურებოდა საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციას, ალბათ ეხლა როგორც თქვით, მე ცოტა სიმართლე კიდევ ამ წუთას ვერ ხვდები რა ფორმას შეიძენს ეს, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ ამ მიმართულებით წავა პროცესი. ამავე დროს რას სარგებელს მიიღებს საზოგადოება და ქვეყანა ამ პროცესისგან? ანუ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ჩვენ გადავალთ რაღაცა ისტორიის სრულიად ახალ მოცემულობაში, როდესაც ანუ ეს ბოლო უკანასკნელი წლების შეიძლება ითქვას არა მარტო 12, არამედ მეტი წლის დაპირისპირებაც რაღაცნაირად შეიძლება რომ დამთავრდეს, იმიტომ რომ ორი ძალა, მანამდე ქართულ ოცნებამდე არსებობდა ოპოზიცია, მუდმივად მიმდინარეობდა პოლარიზაცია, ჭიდაობა, დაპირისპირება და ხშირად იყო ლაპარაკი, რომ თუ არ დამთავრდა ეს დიდი გაგებით ნაციონალური მოძრაობა, რაღაც ამ დემოკრატიის განვითარება შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა. ანუ რა სარგებელს ფიქრობთ, რომ აი ამ პროცესით შეიძლება სახელმწიფო მიიღოს? გურამ, პირველ ყოვლისა საგამოძიებო კომისია რა მიზნებს დაისახავს, რა შედეგებზე შეიძლება გავიდეს, რა თქმა უნდა ამას დაგვანახებს თავად პროცესი. იცით რომ ჯერჯერობით ეს კომისია ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა ჩვენ ვიცით თავად კომისიის მუშაობის პრინციპი და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რეგლამენტით არის გაწერილი. მე ვფიქრობ და უბრალოდ ახლა ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ, რომ თავად ამ კომისიის მუშაობა აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს უპირველეს ყოვლისა ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას, ხო? იმ ქვეყნებში, სადაც ამგვარი რეჟიმები იყო, როგორც ნაციონალური მოძრაობა არის და ასეთი მასშტაბის დანაშაულებრივი რეჟიმი იყო, უმეტესწილად ყველგან ეს რეჟიმი არის გასამართლებული და ამ გასამართლებაში არ გულისხმობ მხოლოდ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებს, რომლის მიხედვითაც მათი რიგი წარმომადგენლები ახლაც იხდიან სასჯელს ან მოიხადეს უკვე გულისხმობ თავად ისეთ დანაშაულებს, რომელიც შესაძლოა არ იყოს კანონის და კოდექსების მიხედვით დანაშაული, მაგრამ თავისი შინაარსით იყოს ძალიან დიდი ბოროტება. აი, უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვან, როდესაც ხატია დეკანოიძე სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე აცხადებდა, რომ საქართველო იყო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილი და ჩვენ ვეხმარებოდით ამ ყველაფერში. ეს ერთი მხრივ შეიძლება არ იყოს ესეთი კანონის მიხედვით დანაშაული, იმიტომ რომ არც ცილის წამებას და არც რაღაც ამგვარ ტყუილებზე ჩვენ მუხლი არ გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ ეს იყო ძალიან დიდი ბოროტება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს იყო ძალიან დიდი მავნებლობა, ეს იყო მიზანმიმართული ტყუილი იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნისთვის
დისკრედიტაცია მოგეხდინა, გაგეშავებინა, სხვადასხვა ცუდი პროცესების დაწყების საფუძველი ყოფილიყო და ასე შემდეგ. ამიტომ ხატია დეკანოიძის და არა მხოლოდ მათი თითეული ესეთი მოქმედება, რომელიც ვითომ შესაძლოა გადიოდეს ან უბრალოდ ცილის წამებაში ან ტყუილში ან ასე შემდეგ, თავისი შინაარსით ძალიან დიდ ბოროტ მოქმედებას ისახავს მიზნად და ასე შემდეგ იმ წინა პერიოდზეც. რაც მთავარია, ჩემი ღრმა რწმენით, ნაციონალური მოძრაობა არის ანტიკონსტიტუციური დაჯგუფება, იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ვფიქრობ, ამის დადასტურება და ამის მტკიცებულებების მოტანა იქნება შესაძლებელი და რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნება, რომ უკვე ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფორმატში დაგროვილი მასალა რა თქმა უნდა, გადაიგზავნოს პროკურატურაში და შესაბამის სტრუქტურებში და უკვე სამართლებრივი რეაგირება მიეცეს. მაგრამ არა მხოლოდ. კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ რეჟიმს დაერქმევა თავისი სახელი და რაც თავარია, რა შედეგის მომტანი იქნება, ხო? ჩვენ უკვე დიდი ხანია ავიღეთ ესეთი პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული საზოგადოება შევქმნათ და არაფერი არ დავმალოთ, მათ შორის ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, გახსნილი, ღია და თავად საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ აი ამ მაგიდაზე დადებული ფაქტებით თავად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ახალგაზრდები ჩვენ ასე ვთქვათ გვედავებიან იმას, რომ ისინი არ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მომსწრენი, ეს პროცესი თუნდაც მათ მისცემთ ძალიან დიდ ინფორმაციას და უკვე შემდგომ მათი მორალური პრინციპებიდან და მათი გადმოსახედიდან იქნება განსასჯელი, ვის მხარეს იდგებიან, სამწუხაროდ ახლა ისინი ამ აქციებზე შეერთებით ბოროტ მოქმედი პოლიტიკური დაჯგუფების მხარეს დგანან. ესე იგი, გარდა იმისა, რომ არსებობენ ახალგაზრდები, უკვე ეს დასრულები, რომლებიც გამოდიან საპროტესტო აქციებზე და რომელსაც ფიზიკურად არ შეიძლება ახსოვდეთ რა ესე. ის დრო არსებობს სხვა ადამიანებიც დასრულები, რომლებიც იზახიან კაცო ამან ხო ჩაიარა. ეს ხო დამთავრდა, ეს არის გუშინდელი დღე, ეს არის გამლელი, ამის საფრთხე აღარ არსებობს, ეს ხალხი ვერ დაბრუნდება, პრობლემა არ არის, ეხლა უნდა გადავერთოთ სხვა ამოცანებზე, ეხლა თქვენ ხართ ხელისუფლებაში, თან უკვე ამდენი ხანია და ამიტომ ფოკუსში უნდა იყოს ხელისუფლება. მაგრამ ნახეთ როგორ არის 2010 წლის, რომელი 15 ოქტომბერი, როცა შეიცვალა კონსტიტუცია. და ჩვენ გადავედით ამ წინა ხელისუფლების დროს, გადავედით, რომელიც თანდათანობით, აი უკვე ლამის ის ტალღა აგერ ამდენი ხნის შემდეგ დასრულდა რა, 15 წელი დაჭირდა პრაქტიკულად 14-15 წელი იმას, რომ მთლიანად ეს გადასვლა მოხდარიყო ამ პრეზიდენტის არჩევნებით, პრაქტიკულად დასრულდა ეს ციკლი ამ ტრანზიციის, როცა ჩვენ გადავედით სრულად საპარლამენტო მოწყობაზე, ხო? და ეს ნიშნავს სრულიად უფლებას იმისას, რომ პოლიტიკურმა ძალებმა უკვე აღარ გაზომონ რა, აღარ არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომ მხოლოდ ორი ვადა ხარ და შემდეგ ვიტი ხარ. გუშინ საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა და ჩატარდა კანონის სრული დაცვით. ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. ოპოზიციამ კი ვერ წარმოადგინა ვერანაირი სისტემური სურათი, რაც მოსახლეობას დაარწმუნებდა, რომ აი არჩევნები გაყალბდა. ამ მხრივ შიდა ლეგიტიმაციის საკითხი არის მოხსნილი. არჩევნები ყოველთვის არის ვითარების გადატვირთვის ერთგვარი საშუალება, ხო? როცა უნდა მოხდეს საზოგადოებაში ერთგვარი პოლიტიკური ინვენტარიზაცია, ვინ ვართ, რამდენი ვართ, ვის რამხელა წილი აქვს ძალაუფლების და შემდეგ ვითანამშრომლოთ უნდა ერთმანეთთან სწორედ აი ამ პროპორციაზე დაყრდნობით. ანუ ხელისუფლება მაგალითად თუ არის საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტს მთლიანად ეკუთვნის, მათ შორის ის ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია და გაწერილია რეგლამენტით თუ კანონმდებლობით მთელი ის პოლიტიკური პროცესი, რომელთაც ხდება ამა თუ იმ საკითხების გადაწყვეტა. ჩვენთან კი ამას აღიქვამენ, რომ ან ერთი ძალაა მხოლოდ ხელისუფლებაში, ან მეორე. შესაბამისად, თუ კი აი ამ საბაზისო მდგენელს გამორიცხავ და თვლი რომ იცი რა კი შედეგი არ მოგწონს, ამიტომ უნდა გადაატრიალო ყველაფერი და გადადიხარ უკვე ძალადობაზე, მე უკვე ამას ვინ გამოხატავს რაღაცა ქუჩაში სტვენით, ან მაშხალის სროლით, ან გინებით, ან ფურთხებით, ან ყველაფრით ერთად. და ამის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ უბრალოდ უნდა გადატეხოს სიტუაცია და მიმდინარეობს ეს ერთგვარი ჭიდილი. ანუ
ჩვენი უკვე პოლიტიკა იმის გამო რომ არ მოხდა არჩევნების აღიარება, მაგრამ ვერავინ ვერც დაამტკიცა რომ ეს არჩევნები გაყავდა, ანუ საფუძველი არ აქვს რატომ არ აღიარებ, ერთადერთი გამოდის რომ უბრალოდ გასაგებია რომ ბევრი წლის მანძილზე ბევრ ადამიანს დაუგროვდა ერთის მხრივ გარკვეული ბოღმა, იმედგაცრუება, ან მოლოდინი რომ ახლა შეიცვლება და შემდეგ უცებ ეს არ მოხდა და ეს 55%-იც არ მოგწონს რა, თითქმის ნახევარი რო ხარ. გინდა რაღაც ძალაუფლება, გინდა სხვა მეტი მიმართავ ძალადობას. ანუ აი ეს პოლიტიკა და ეს კულტურა ორი რამ რო შევაფასოთ, რომ ერთის მხრივ ეს პროცესი ძალის გამოყენებით და ამ ძალაც ბევრნაირი არსებობს. ძალის გამოყენებით რა შეიძლება მიიღოს ოპოზიციამ და სახელმწიფომ მთლიანად და მეორე არსებობს თუ არა აი ჩვენ რო ერთმანეთს ვებრძვით ამ ურთიერთდაპირისპირებაში უნდა არსებობდეს თუ არა რაღაცა ტიპის მორალი, რა შეიძლება რისი გაკეთება, რისი არა, ანუ ბრძოლასაც აქვს თავისი წესები. უნდა მოხდეს თუ ბრძოლა ყველანაირი წესს ამართლებს, უბრალოდ უწესობას. გურამ ბევრ თემას შეეხეთ, შევეცდები რომ რაღაც პატარ-პატარა კომენტარი ყველას გავაკეთო. დავიწყებ იმით, რომ აი განსაკუთრებით საინტერესო ჯგუფია არც ნაცი ვარ, არც ქოცი და შემდგომ რომ რაღაც აბსურდს მოაყოლებს. ეს თავისთავად ის ჯგუფი არის, რომლებისაც არ უნდათ აფილირება ნაციონალურ მოძრაობასთან, იმიტომ რომ ძალიან წამგებიანია, თუმცა ამის შემდგომ რაც მოყვება, რომ პირობითად არჩევნები გაყავდა და ახალი უნდა ჩატარდეს, რომ საქართველოს კურსი შეიცვალა და ასე ვთქვათ, უნდა დაბრუნდეს თავის კურსზე, ეს ყველაფერი არის ტიპიური ნაცური ნარატივი, იმიტომ რომ ამისი დასაბუთება და ამისი ახსნა და ამისი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ხო? ასევე ძალიან საინტერესო პრინციპი არის, რომელსაც ჩვენი მხარდამჭერებიც ალბათ გარკვეულ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ დაასრულეთ ნაცებზე საუბარი. მე როგორც არავის ამ ქვეყნის ზურგზე ძალიან მინდა რომ დავასრულოთ ნაცებზე საუბარი, ოღონდ ეს არ არის წარსული. ან ნაცები არიან დღეს რეალობა. ანუ ისინი დღეს არიან ჩვენი ყველაზე ძირითადი ოპონენტები და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ლელო და გახარიას პარტია ფორმალურად რაღაც სხვა დასახელების თუ ქოლგის ქვეშ არიან, პოლიტიკური ქოლგის ქვეშ შესრულებით არ ნიშნავს, რომ ისინი ნაცები არ არიან და ისინი სწორედაც რომ ნაცურ იდეოლოგიას ემსახურებიან და იმ საქმეს აკეთებენ და ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, მაგალითად მიშა სააკაშვილმა, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა გიორგი ქახარიას გუშინ წინ მომხდარ ინციდენტზე. მოკლედ ეს კიდევ ერთხელ პირდაპირ დადასტურდა, ხო, ეს ცინიკურია და ირონიული არის ეს პროცესი, ხო? მაგრამ ფაქტია, რომ ესენი ერთნი არიან და რაც მთავარია, თავისთავად ის რომ ნაცები დღეს რეალობაა და ეს წარსული არ არის, ჩვენს გვაგდებს იმ რეჟიმში, რომ ისევ ნაცებზე ვისაუბროთ, ისევ გავიხსენოთ რა იყო, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ შესწევთ ძალა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში სხვანაირად მოიქცენ. ანუ როგორ უნდა გადაწყვიტოს ამორჩეველმა დააბრუნოს თუ არა ეს ჯგუფური ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, ხო? უნდა იხემძღვანელოს რა გაუკეთებია, როგორ უმოქმედია და ეხლა რას ჩადის და როგორ მოქმედებს და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ამიტომ ყოველთვის აუცილებელი არის რომ შენი წარსული, ის გამოცდილება რაც გაქვს, გაიხსენო და ამის მიხედვით იხემძღვანელო. ამიტომ რა თქმა უნდა ყოველთვის გავახსენებთ და არავის არ შევუქმნით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს იმის ფუფუნებას, რომ ვინმემ დავივიწყოთ რაც აქვს გაკეთებული. ამიტომ ეს ყოველთვის წინ დახვდება და ეს არ დასრულდება. ახლა რაც შეეხება იმ ვითომ აქტივიზმს, რომელიც გაყავთ რაღაცა ისეთი კეთილშობილური ქუდის ქვეშ, ჩემი დიდი ხნის პოლიტიკური გამოცდილებიდან საქმიანობა უკავშირდებოდა ქალების უფლებების გაძლიერებას, ხო? ანუ რა თქმა უნდა, ორგანულია ეს ჩემთვის და ამას ყოველთვის გავაგრძელებ, თუმცა ძალიან მახინჯი ფორმა მიიღო ამ ყველაფერმას და ეს შეგვიძლია შემდეგ უკვე რაღაცა გადავითამაშოთ ნებისმიერ სხვა იმ ღირებულ პრინციპზე, რომელსაც გვასწავლიდნენ, გვახვევდნენ თავს და რომელიც სამწუხაროდ ახლა ყველაზე ბოროტი გზით გამოიყენეს, ხო? ანუ მათ შექმნეს მახინჯის სისტემა, სადაც ქალის გაძლიერება, ან მედიის წარმომადგენლის დაფასება და გაძლიერება წარმოუდგენიათ, რომ ვიღაც მზია ხელს ურტყამს პოლიციის უფროსს, ხო? ანუ ეს მათთვის არის აქტივიზმი, ეს მათთვის არის მისაღები, მოსაწონი, ტაშის დასაკრავი და რეალურად რო შევხედოთ, ეს არის ყველაზე სამარცხვინო, რაც შეიძლება ქართველმა, ქალმა, მედიის წარმომადგენელმა ან ნებისმიერმა აქტივიზმმა გააკეთოს, ხო? ერთია, როდესაც ადამიანს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებ და გადადიხარ ამ ყველაფერზე და მეორე არის, როდესაც ეს არის პოლიციის წარმომადგენელი, პოლიცია, რომელიც
ყველაზე მეტად ასე ვთქვათ დაფასებული აღიარებული უნდა გყავდეს თუ გინდა რომ ამ ქვეყანაში კანონმა იკანონოს და იგივე პოლიციელმა სხვა შემთხვევაში შენ დაგიცვას, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა გაცილებით მკაცრი ნორმები იქნება ნებისმიერი პოლიციის შეურაცხყოფაზე და ნებისმიერი პოლიციის წინააღმდეგ აი ამ რაღაცა უმსგავსობის გაკეთებაზე და ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუერთდები იმ სულისკვეთებას, რომლითაც ამ ვიღაც ქალბატონ ზიას იცავენ და რა თქმა უნდა კანონი თავისი გზით წავა და ყველაფერს ეკნება ეს ეხლა რაც აღნიშნე არის შედეგი. კონკრეტული გამოხატულებები, რაც თქვა დავინახეთ, რაც დაფიქსირებულა, ვიღაცას რაღაც კანონი დაარღვია, გამოდის რა, ძალა გადაამეტა, ან რაღაცა ისეთი ჩაიდინა რა, დეკლარირებულად, რაზეც ყისიერად დადგა, ხო, პასუხისგებლობა შემდეგ ვიღაცა ჩივის ან არ ჩივის, ასეთ შემთხვევაში, მაგრამ აი ის სულისკვეთება, რაც მთლიანობაში არსებობს, ხო? ეს რაღაცა ზიზღის დამოკიდებულება. ეხლა შენ არაერთხელ გამფთახარ პირადადაც სამიზნე, ხო? როცა ვიღაცა აგეკიდება, გადგება ტელეფონთან, ეს ხო ინსტრუმენტია. ეს წინა გადაცემაში სწორედ ამაზე ვლაპარაკობდით, რომ ნუ ყამათობდით, იმიტომ რომ არ იზიარებდა ჩემი სტუმარი ამ მოსაზრებას, რომ მე ვამბობ, რომ ეს არის ომი. იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ დღევანდელი სამყარო ცხოვრობს ჰიბრიდული ომის პირობებში, სადაც საინფორმაციო ველი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნამდვილი ბრძოლის ველი. დღევანდელი სამყარო ესეა მოწყობილი. იმიტომ რომ აქ ხდება ამის შეფასება, სახელდება ყველაფერი და როდესაც შენ უკვე ეს ტელეფონი აღარ არის რაღაცა ვიღაცას დაურეკე, საშუალება ინფორმაცია მიიღეს, ხდება ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ამით ხდება იმ რაღაცა ზიზღის კოქტეილების დამზადება, რომელთაც მეરે უნდა რაღაცა გააკრა ბოძზე, დაფაზე და ამის ხდება ამის ყოველდღიური წახალისება, რომ ეს კარგია, რომ აი ეს ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს, რომ ვიღაცამ ვეღარ უნდა გაიაროს ქუჩაში და ნუ რაღაცა ცოტა სასაცილო და იმას ისეთი იღებს რაღაც კომიკურ ფორმას, რომ აი ძალა უძალოდა გამოხატვა იმაში ვიღაცა სადაც უნდა ჩაუფურთხო. აი ეს რა ფენომენია? საიდან მოდის? რამდენად მიგაჩნია რომ ეს არის, ნუ ტოტალურს ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა ისეთი გავრცელებული ქცევა დიდ ნაწილში, თუ ეს მაინც მარგინალური ქმედება არის. ანუ შეიძლება აღმოჩნდე ამის სხერპლი, ხო? იმიტომ რომ შენ დგახარ რაღაც წინა ხაზზე. ყველა გიცნობს, ვიღაცა კარგ დამოკიდებულებას გამოხატავს და ბევრგან ესე ხვდებიან რაც არ ჩანს. მაგრამ ცხადია რომ ვისაც უნდა რომ ცუდი დამოკიდებულება გამოხატოს პირდაპირ გადგებას ჩართული ტელეფონით ხო რომ აბა აი როგორი არის შენი როგორც მონაწილე რა ამ პროცესში ეს შეხებია ამის შეხედულება და განცდა კი დაგეთანხმები რომ ნამდვილად ომში ვართ ეს ომი ნამდვილად არის ჰიბრიდულ ფორმატში და თავისთავად არავის არ გვაქვს იმის ილუზია რომ ის რაღაც ტრადიციული ფორმები ომის შეიძლება რომ მომავალში ასევე ტრადიციულად გაგრძელდეს თავისთავად ანუ სახეცვლილი არის ეს ყველაფერი ჩვენ ვართ ომში საერთაშორისო მასშტაბითაც და ქვეყნის შიგნითაც ხო იმიტომ რომ ფაქტიურად რაც საქართველოს წინააღმდეგ კეთდებოდა ანუ წინა საარჩევნო პერიოდი 2022 წლიდან მოყოლებული მოდი ასე ვთქვათ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული მაშინ როდესაც საქართველოს არ ჩაერთო ამ საომარ სიტუაციაში და ქვეყანა იხსნა ფიზიკური განადგურებისგან თორე ემოციურად და მორალურად ჩვენ ძალიან დიდი ზიანი მივიღეთ თითეული ამ პროცესში მონაწილე ადამიანმა და რა თქმა უნდა ჩვენმა საზოგადოებამაც იმიტომ რომ პირობითად ჩვენს ირგვლივ ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები და არა მხოლოდ უბრალოდ ჩვენი მხარდამჭერები რომ უყურებენ რა გაუსაძლის პირობებში გვამყოფებენ, ხო? ფაქტიურად ჩვენ ვდგევართ ამ ომის წინა ფლანგზე და ჩვენი მხარდამჭერების სახელით ვიბრძვით. და ეს ბრძოლა შეიძლება არ არის იარაღით და ცეცხლსასროლი იარაღით, მაგრამ ეს ბრძოლა არანაკლებ საშიში იარაღით არის, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, ეს არის ესე იგი ტერორი იმისთვის რომ ადამიანებს შეუზღუდონ განსხვავებული აზრის ქონის შესაძლებლობა, ხო? აი თუნდაც ჩემს მიმართ მომდინარე უამრავი რაღაც ბულინგი და საზიზღრობა, რომელიც არსებობს, ერთადერთ მიზანს ისახავს, რომ გამაჩუმონ, დამადუმონ, მე აღარ გამიჩნდეს სურვილი, რომ გამოვიდე და ვილაპარაკო იმაზე, რაც ვლაპარაკობ და იდენტური არის ყველა სხვა ადამიანის მიმართ. ანუ ეს არის ჩაქოლვის, ლინჩის წესით გასამართლების რაღაც თანამედროვე ფორმა, რომელსაც ასე გადატანითი მნიშვნელობით, ანუ ფსევდოლიბერალიზმს უწოდებთ, იმიტომ რომ ლიბერალიზმში არაფერი არ არის ცუდი, თუმცა ამ ფსევდოლიბერალიზმის დამახინჯებული ფორმები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება, ადამიანებს კლავს იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე, ანუ ადამიანი შეიძლება მოკლა ემოციურად, მორალურად და გაანადგურო, ხო? და ეს ძალიან კარგად გამოუყენებიათ ბევრ შემთხვევაში, თუმცა ამ შემთხვევაში არ გამოუვიდათ და აქ აუცილებლად მინდა გავატარო ერთი ხაზი.
ანუ რატო იყო საქართველოს დიდწილად ამოვარდნა მთლიანი რაღაც გლობალური სურათიდან, ხო? და ფაქტიურად წინა ფლანგზე ვიდექით იმ დიდი ბრძოლის დასაწყისში, როდესაც პირობითად ამერიკაში ტრამპმა გაიმარჯვა. ანუ ჩვენ არ ვიყავით რაღაც ამოგლეჯილი პროცესის მონაწილეები. ჩვენ ხმა ამოვიღეთ ქართულმა ოცნებამ და ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა რადიკალურად შეცვალა თავისი ასე ვთქვათ ამ ფაქტების გასაჯაროების პოლიტიკა მას შემდეგ, რაც რა თქმა უნდა გამოჩნდა ნიშნები მთლიანად მსოფლიო პოლიტიკაში, რომ ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ მოდის ტრადიციებზე, ქვეყნის სუვერენიტეტზე, ადამიანის უფლებებზე, რეალურად ადამიანის უფლებებზე კონცენტრირებული იდეოლოგია, რომლის სათავეშიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავად ტრამპი და მისი გუნდის წევრები არიან, ევროპაში ორბანი და ის ქვეყნები, რომლებიც ამ პოლიტიკას ანხორციელებენ და არანაკლები ზეწოლის ქვეშ ყოფილან, ხო? ანუ საქართველოს აი ამ დიდ ტალღას დაუერთდა და არანაკლებ ბრძოლებს გავდიოდით, ვიდრე ამ ქვეყნებში იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიხსენოთ, რომ ტრამპს ესროლეს კიდეც და სასიკვდილოდ იმეტებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან დიდი ბრძოლები, მხოლოდ არა, პრინციპში ძალიან დიდი ბრძოლები მიმდინარეობს და რა თქმა უნდა ეს ლოგიკური იყო, რომ ფიზიკურ განადგურებაზეც არ დაიხევდნენ უკან. თუმცა აი ის რაც უნდათ რომ აქტივიზმში გაატარონ, ეს არის რა თქმა უნდა საომარი მოცემულობა და მე ხშირად ვამბობ ხოლმე და ჩემს ახლობლებსაც ვეუბნები, როდესაც მეკითხებიან, ჩვენ ვართ ომში. ამ ომში არ შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი ნეიტრალური პოზიცია, ხო? ან იცავ ამ ქვეყნის ინტერესს და ხდები აი რაღაცა დიდი ზეწოლის, ბულინგის, შეტევების მსხვერპლი, როგორც ჩვენ გავხდით, როგორც გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან, ან ხარ ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და უერთდები იმ რაღაცა გარე ინტერესს, რომელიც ასეთი თვალნათელია, ხო? მე აი რაღაც ამ აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა. აქციის მონაწილეები ჩემთვის ორ კატეგორიად იყოფიან და დავიწყებ იმ კატეგორიით, რომლებიც ალბათ ძალიან ბუნებრივად მოტყუდნენ ან შევიდნენ შეცდომაში იმ გარედან წამოსული განცხადებების შესაბამისად, რასაც ჩვენც ვისმენთ, ხო? ანუ ადამიანური ბუნება არის, რა თქმა უნდა, როდესაც ამდენი წელი ფაქტიურად 30 წელზე მეტია, ჩვენ დასავლურ იდეოლოგიას ვამყარებთ, ვემსახურებით, ვამბობთ, ვამტკიცებთ, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ევროპული ღირებულებები უმაღლეს დონეზე აგვეყვანა, მხარდაჭერა გაზრდილიყო და ასე შემდეგ. და ამ დროს, როდესაც შენ მთელს ამ შენ თაობებს ზრდი და აჩვევ იმ აზრს, რომ დასავლეთი ევროპა არის რაღაცა ყველაზე ისეთი ერთ-ერთი უმაღლესი მიზანი, როდესაც იგივე დასავლეთიდან მოდის ამხელა კრიტიკა, რა თქმა უნდა, ბუნებრივი არის, რომ ახალგაზრდა, თინეიჯერი, შეიძლება რაღაცას დასრული ადამიანიც კი შევიდეს შეცდომაში და გულწრფელად იფიქროს, რომ თუ ის კარგია, ანუ ფორმულა ესე დგება, ხო? თუ დასავლეთი კარგია და ევროპა ჩემი მიზანია და იქედან მოდის კრიტიკა, აპრიორი ესე იგი მართლა რაღაცა ცუდს აკეთებენ. ანუ მარტივი ლოგიკა ესეთი არის, ხო? უბრალოდ ჩვენ ამ ფორმულაში, რომელსაც ამ წლების მანძილზეც ძალიან აქტიურად ვემსახურებოდით, დიდწილად გამორჩენილი ჰქონდა ერთი მუდმივი კომპონენტი, რომელიც არის შენი სამშობლო. ანუ ფორმულა, რასაც უნდა ემსახურებოდე, შეიძლება იყოს ცვალებადი, დასავლეთი, შეიძლება რაღაც კუთხით არ ჩაანაცვლოს, მაგრამ დაემატოს აზია, სხვადასხვა განვითარების პერსპექტივები, მაგრამ ამ ფორმულაში ერთადერთი მუდმივი რაც არის, ეს არის შენი სამშობლო და შენი ქვეყანა. ანუ რა არის ამ შენი ქვეყნის ინტერესებისთვის უკეთესი და მიუხედავად იმისა, რას ამბობს დასავლეთი, შენი ქვეყნის ინტერესების რომ უპირატესია, ხო? და აქვე მინდა ერთი გავიხსენო. პრინციპში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს რომ არ გადაედგა ეს რაღაცა მართლა პატრიოტული და გმირული ნაბიჯი, ჩვენს დასაცავად არსად არ ჩანდა დასავლეთი. არც იმით შფოთდებოდნენ, რასაც ნაციონალური მოძრაობა თითოეულ ჩვენგანს გვიკეთებდა. არც ამას აპროტესტებდნენ. და რომ არა ბიძინა ივანიშვილს არავინ არ გადაგვარჩენდა იმ სიმახინჯისგან, ბოროტებისგან და იმ მავნებლობისგან, რასაც ნაციონალური მოძრაობა ემსახურებოდა. ამიტომ აი ამ მსჯელობაში და ამ ლოგიკაში დასავლეთი, ანუ ჭეშმარიტება არ არის. ჭეშმარიტება არის შენი რეალობა, შენი ქვეყნის მოცემულობა და რასაც ხედავ. და რას ხედავთ?
ხედავთ იმას, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, რაც კი ევროკავშირთან დაახლოება და დასაახლოვებლად ნაბიჯი გადადგმულა, ყველაფერი ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, შემოქმედება არის, ხო? ჩვენ ძალისხმევა არ დაგვიკლია არაფრისთვის და მათ შორის არც ეხლა, ხო? ანუ სასაცილოა ეხა რაღაც ელემენტარულ ყოფით ურთიერთობებშიც ადამიანმა რომ გადმოიტანოს ეს პროცესი, მარტივად მიხვდება რომ როდესაც არ გიღებს ევროკავშირი, გიკეტავს გზას, არ გიხსნის მოლაპარაკებებს და ამას პირიქით იყენებს შენს საწინააღმდეგოდ და შენი სისტემების ჩამოსაქცევად. ამ პირობებში, როდესაც ეტყვი რომ მოდი იცი რა, მე ამას შენ არ გამოგაყენებინებ манипуляციისთვის და დაველოდები, როდესაც შენ მიხვალ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველოს ნამდვილად გჭირდება და ჩვენ ორივეს გჭირდება ერთმანეთი, აქ არ არის ცალმხრივზე. და ესეც რაღაცა გარკვეული მონური და კოლონიალური დამოკიდებულება არის, რომ თითქოს მარტო ჩვენ გვინდა დასავლეთში, ხო? საქართველოს აქ აძლიერებს ევროკავშირის ინტერესებს აწლეულების მანძილზე. და საქართველოს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი დასაყრდენი დასავლეთის აი ამ რეგიონში, ხო? ამიტომ ესე არ არის რომ მარტო ჩვენ გვჭირდება ვიღაც. ჩვენც ვჭირდებით და მოდი თუ გჭირდები, მაშინ შენც რაღაც გარკვეული ნაბიჯი გადმოდგი აქეთ. და როდესაც ვეუბნებით რომ ამ სპეკულაციას და ამ манипуляციას არ გაგატარებინებ და დაველოდები სანამ შენ თავად არ გადაწყვეტ რომ აი დადგა ეს მომენტი და დასრულდა სპეკულაციების დრო, ამას რომ სრულებით საწინააღმდეგოდ ატრიალებენ, რომ თითქოს ჩვენ თქვით რამეზე უარი. ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს და ზუსტად ამ უსამართლობამ გააცოფა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, იმიტომ რომ ის ფაქტი, რომ აქციების განმავლობაში, 10, 20, 50000-იც არ აქვს მნიშვნელობა, რამდენიც არ იკრიბებოდა, ამაზე დიდი მუხტი ვერ აწიეს, მაშინ როდესაც მათი თქმით საქართველოს უარი თქვა ევროკავშირის ანუ ევროპის გზაზე, ხო? ანუ ყველაზე დიდ ბრალდებას გვიყენებდნენ. ამის პირობებში, როდესაც ამ მუხტზე უფრო მეტი ვერ აწიეს და იმ აქციის შემადგენლობაც ძირითადად იყო პარტიული აქტივი, NGO სექტორი, რომელიც ძალიან კარგად კვებეს მთელი ამ აწლეულების მანძილზე იმისთვის, რომ ახლა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ და რა თქმა უნდა ის რაღაც პატარა ნაწილი, რომელიც შეიძლება მართლა აღშფოთდა და იმითი რომ ვაიმე მართლა ევროპის გზას ხო არ გადავუხვიეთ. ეს ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება ნამდვილად შედგა და აი ფაქტიურად გარდამტეხი მომენტი არის, როდესაც ჩვენ ეროვნული თვითმყოფადობა დავადასტურეთ. ესე იგი, ჩვენ ცხოვრობთ საბჭოთა კავშირში, დღევანდელი ქართული ნაციონალიზმი შექმნილი არის იმ თაობის მიერ და იმ წიაღში, რაც ეწოდებოდა საბჭოთა კავშირი და იმ საბჭოთა კავშირის დროსაც ცდილობდა საქართველოს შეენარჩუნებინა თავისი და გაეძლიერებინა თავისი იდენტობის ნიშნები. გამოვიდეთ საბჭოთა კავშირიდან და ანუ ეხლა ამბობ, რომ ეხლა გვინდა ევროკავშირში ისე, რომ საქართველოს აღარ გვახსოვს. ანუ იმ მსგავსებით, არა, პირველი თაობის ბოლშევიკებზეც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მაშინ ძალიან სხვა შორის იკვლევენ ხოლმე პირველ რესპუბლიკას, მაგრამ აღარ იკვლევენ ხოლმე მერე გასაბჭოების დროს, იქ იყო დიდი დაპირისპირება, ერთის მხრივ იყო სტალინი და ორჯონიკიძე, ვინც იძახდა, რომ არ არის საჭირო საქართველოს ცალკე და ერთიანი ქვეყანა გაკეთდეს, მოკლედ დიდი სურათის ნაწილად განიხილავდნენ, მაგრამ პირველი ქართველი ბოლშევიკები იყვნენ ასევე ნაციონალისტები და ცდილობდნენ გადარჩენას. ანუ შენ ლაპარაკობ, რომ დღეს აგვიიღებთ ხალხი, რომელსაც ძალიან მეორე და მეასე ხარისხოვანია ქართული თვითყოფადობის ნიშნები და მთავარია პირველ ადგილზე უპირველეს ყოვლისა დგას არა საქართველოს, არამედ ინტეგრაცია ევროკავშირში ძალიან პრობლემური სიტუაციით და მომავლით. ცოტა უფრო უხეშად ვიტყვი, ანუ კონფორმიზმი არის ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მოდი რომ დავფიქრდეთ, ანუ ევროპა როგორ ასოცირდება ხო ჩვენთვის, ანუ ევროპა არის კომფორტი, კარგი ცხოვრება, განვითარება და ასე შემდეგ, ხო? ანუ თავისთავად ეს ადამიანები უპირველეს, ასე ვთქვათ, უმაღლეს დონეზე აყენებენ კომფორტს, კონფორმიზმს და ამას შეიძლება შეწირონ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ასევე ურთიერთსაწინააღმდეგო არის, ანუ კონფორმიზმი და პატრიოტიზმი, ხო? ანუ თუ პატრიოტიზმი გინდა რომ გაატარო შენს პოლიტიკაში, რაღაცა კომფორტზე უნდა თქვა უარი. ამიტომ ეხლა ფაქტობრივად რაღაცა ამ იდეოლოგიების ჭიდილი იყო, ამ პრინციპების ჭიდილი იყო თითოეულ ჩვენგანში, ხო? ხო, მოკლედ აქ სხვა კომფორტზეა ლაპარაკი, მაგრამ რის თქმა მინდა იცი, რომ ეს დამოკიდებულება და ეს ესე ვთქვათ, მიდგომა, რომ რაღაცა უცხოური გაერთიანება უფრო მნიშვნელოვანია. საერთოდ ძიაც მივდივარ და ანუ შენ ციძახი, რომ
იცი რა არის ქართული ოცნების არგუმენტები, რომ სინამდვილეში ჩვენ არაფერი არ გაგვიჩერებია და ჩვენ ვართ იმ პოლიტიკურ ფაზაში და ჭიდილში, როდესაც ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს რის ფონზე მოხდა, ხო? ეს განცხადება, რომ შენ არ აღიარებ არც არჩევნებს, არც პარლამენტის ლეგიტიმაციას, არაფერს, ანუ პრაქტიკულად თუ ეხლა ჩატარდა არჩევნები, შემდეგ უნდა ჩატარდეს 2028-ში. ისე შენ 2028-მდე ამის აღიარებას არ აპირებ, არც ევროკავშირის გაფართოებას და ამიტომ მაშინ მოდი რომ ყოველდღიურად ეს არ გახდეს საჭიდაო, მე გავაგრძელებ იმ გზას, არაფერს არ უწყვეტ, მაგრამ განაცხად შემოვიდა 28-ში. ანუ ამბობ, რომ უმრავლესობამ ეს გაიგო და ყოველ შემთხვევაში, როგორც უმრავლესობა დღეს აღმოჩნდა შარშანდელი დათვლით, რომ არის 55% და 45 არის უმცირესობა, იგივე პროპორციით მივიღეთ ჩვენ ადამიანები, ვინც ეს გაიგო და ადამიანები, ვინც გამოხატა პროტესტი. მაგრამ გამოხატა. ყოველ შემთხვევაში აი ეს 45% არსებობს და მათი ნაწილი სხვადასხვა ტიპის რადიკალური დღის წესრიგით არის წარმოდგენილი. ვიღაცები იძახიან, რომ არა ვადამდელი, არამედ ახალი არჩევნები იძახიან, რომ ეს არჩევნები უნდა მოხდეს იმ ფონზე, როცა პირდაპირ წავა ქართული ოცნება ხელისუფლებიდან, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ ემიგრირდება, ქვეყანა დატოვოს, ამას მე ვისმენ, ეს ამოკრებილი მაქვს ეს ყველაფერი, ეს განცხადებები, ესეთი რადიკალური მიდგომა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ ყველაფერს მოვისმენთ, არსებობს სააკაშვილი, რომელიც ვისაც დევნი და დღეს ყველაფერზე იძახის, რომ ხარს უჭერს, არსებობს ჩვეულებრივი ადამიანი რუსთაველზე, რომელიც შეიძლება მართლა არ იყოს თუნდაც რომელიმე პარტიის მხარდაჭერი და მითხრეს, რომ აი ძალით მივეცი ვიღაცას ხმა. ანუ ვიძახით, რომ არის ომი. ხედავთ, რომ არსებობს პროტესტი. როგორ ხედავ შენ, მე მაქვს ჩემი ვერსია ამის გამოსავლის და ვეუბნები კიდევაც ადამიანებს, მაგრამ როგორ ხედავ შენ აი მოვლენების განვითარებას და ამ ერთგვარი კრიზისიდან გამოსვლის გზას, აი როგორ წარმოგიდგენია? მე წარმომიდგენია, რომ საბოლოო ჯამში ეს რაღაც ბოროტი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ანხორციელებენ, ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევით დამარცხდება და ფაქტიურად უკვე განულდება ის რაღაც ტყუილებზე დაფუძნებული მუხტი, რომელიც არსებობს. თუმცა ყველაზე რთულად წარმომიდგენია, როგორ ვაგრძელებთ მერე ურთიერთობას და ცხოვრებას, ხო? ანუ ეს არ იყო უბრალოდ პოლიტიკური დაპირისპირება, ეს გადავიდა აი ძალიან ყოფითში, ოჯახის წევრები, მეგობრები, უახლოესი ადამიანებიც კი გარკვეულწილად რაღაცა გათიშა და დააპირისპირა ამ პოლიტიკურ პროცესმა, რაც ყველაზე მტკივნეული იყო და აი ეს სოციალური ქსოვილის მორღვევა, რომელიც საკმაოდ კარგად გამოუვიდათ, ეს არის ყველაზე დიდი საფიქრალი, რომელიც მაქვს და რომელსაც ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს მოევლოს. მაგრამ ნუ ფაქტია, რომ 90-იანი წლების სამოქალაქო ომიდანაც გავაკეთეთ, ხო, რეაბილიტაცია და ახლაც შევძლებთ, რომ რაღაცნაირად ეს აღვადგინოთ, ეს დამაკავშირებელი ქსოვილი, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხო, მაგრამ გარეთ შეიძლება პროტესტი მორჩეს და რაღაცა გაჩნდეს ისეთი მოცემულობა, სიგნალები, რომ მოკლედ ლეგიტიმაციის აღიარება მოუწიოთ იმებს, ვინც დღეს ამაზე უარს იძახის. თქვათ, შეიძლება აღარც პროტესტი იყოს ქუჩაში, შესაძლებელია ეს რამე მომხდარა ჩვენ ისტორიაში არაერთხელ. მაგრამ აი ეს ადამიანები ხა აზრს ხო არ შეიცვლიან, პირიქით ან მით უმეტეს როცა ხარ რაღაცა მით უმეტეს აი ამ სცენარის მიხედვით დამარცხებული, ეს კიდევ მანამდეც ესე იყავი, ეს კიდევ უფრო მეტი აგრესია და კიდევ უფრო მეტი რაღაცა იმედგაცრუება, ბოღმა, შურისძიების წყურვილი და აი როგორ ფიქრობ ამისი რაღაცნაირად გაწოვა თუ გაქრობა, როგორ წარმოგიდგენია? კი, ზუსტად ამაშია პრობლემა, რომ იმდენად დიდ ხარისხს მიაღწია ამ რაღაც ბოროტებამ და აგრესიამ, რომ რა თქმა უნდა საფიქრალია მე როგორ თანაცხოვრობთ, ხო? თორე ანუ იმას არც განვიხილავ, რომ ეს მალევე არ დასრულდება, აუცილებლად მალე დასრულდება. კიდევ ერთხელ რომ თებერვლიდან უკვე დაიწყება პოლიტიკური პროცესები პარლამენტში და ძალიან საინტერესო იქნება როგორ წარმოდგებიან ამ პოლიტიკურ პროცესში პარტიები, რომლებმაც გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიციას გულისხმობ და შემოვლენ თუ არა, ჩემი რა თქმა უნდა გათვლებით მათი უმრავლესობა შემოვა, თუმცა აქ კიდევ საკითხავია ქართული ოცნება, ანუ ჩვენი პოლიტიკური გუნდი როგორ მოიქცევა მათი მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით, ამიტომ ძალიან საინტერესო და ესეთი დატვირთული პოლიტიკური სეზონი გველოდება, თუმცა რაც შეეხება იმ ადამიანებს იცვლიან თუ არა ისინი პოზიციას. მე ვფიქრობ, რომ როდესაც რაღაც პერიოდი გავა და ბევრი მათგანი დაინახავს, რომ საქართველოს არც ევროპული კურსი შეუცვლია, დიდწილად გლობალური პოლიტიკაც სხვანაირად დასტაბილურდება, ამერიკის შეერთებული შტატებში ახალი პრეზიდენტის უკვე ძალაუფლებაში შესვლა, ევროკავშირის ქვეყნებში
გერმანიაში არჩევნების სხვადასხვა პოლიტიკური პროცესები რაც მიმდინარეობს თავისთავად დიდწილად შეცვლის აი ამ რაღაც გარემოს რომელშიც ჩვენ ვართ რა თქმა უნდა ადამიანების რაღაც გარკვეული ნაწილი დარწმუნდება და უკვე მათი ეს ემოციებიც ნელ-ნელა დაიწყებს ჩაცხრომას თუმცა რაც ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს არის ის რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი ძალიან კარგად იაზრებდა, როდესაც 26 ოქტომბერს მოდიოდა და აძლევდა ხმას ქართულ ოცნებას, რომ ღირსებით ევროპისკენ რას ნიშნავდა. სწორედ ღირსებით ევროპისკენ პრინციპის გამოხატულება იყო ჩვენი განცხადება მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ თქვენი ეთერითაც ვიტყვი, რომ ევროკავშირი არ არის შეთანხმებული საერთოდ როდის იღებს ახალ წევრებს. და არის ეს მოსაზრებაც, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში, რომ ხომ არ არის ეს რაღაცა თამაში იმ ქვეყნების მიმართ, მაგალითად საქართველოს მიმართაც, რომ გარკვეულწილად ყავდეთ რაღაცნაირად მობმული, მაგრამ არც ბოლომდე გვიღებდნენ და ამ მობმას გარკვეული მიზნებისთვის იყენებდნენ და ხო არ იყო ეს მიზანი რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა, ხო? რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერია, ამას მტკიცება არ ჭირდება, მაგრამ თუ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლი გაქვს, უკრაინის ომში ნუ გიწახვალ, ანუ შენივე ტერიტორიები გაქვს ოკუპირებული და ეს ადამიანები სად იყვნენ 2022 წლამდე, როდესაც ოკუპაციის პირობებში დუმდნენ და არ გთხოვდნენ რომ ომი დაგვეწყო რუსეთის წინააღმდეგ, ხო? ამიტომ ის რაციონალიზმი რომ ჩვენ რუსეთს ომით ვერ მოვუგებთ და ამ ტერიტორიების დაბრუნების რაღაც ალტერნატიული პოლიტიკა უნდა არსებობდეს და ამას ქართული ოცნება მიყვება, ეს არის მშვიდობიანი გზა. არ შეცვლილა არც უკრაინაში ომის დაწყების დროს. ან ჩვენი მოცემულობა ნამდვილად არ შეცვლილა. და სამარცხვინოა რომ უკრაინისთვის ომში წასვლაზე მიუწევთ გული ჩვენ მოქალაქეებს და ამისთვის გვიწყობენ რევოლუციებს და საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიები ავიწყდებათ და ერთხელაც არ გაუბრძოლიათ ამ ყოველფრის წინააღმდეგ, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ უბრუნდები იმას, რომ ძალიან მიხარია რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი იყო გააზრებულად ჩვენი მხარდამჭერი და ღირსებით ევროპისკენ ძალიან კარგად იცოდა რას გულისხმობდა, ამიტომ არ აყვა აი ამ რაღაც დიდ სიგიჟეს, რომელიც მოგვიწყვეს. თუმცა გეთანხმები რომ იქეთ მხარეს უკვე მე რამდენი არჩევნებია ხო ქართული ოცნება უკვე მეოთხე არჩევნებს იგებს და თავისთავად იქეთ აგრესიის ხარისხი იწევს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ოპონენტები თავისი აგრესიულობით და თავისი რაღაც ისეთი მავნებლობით კარგად გამოირჩევიან და ეს მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისება არის, ამიტომ ეს რა თქმა უნდა ეს სიმპტომი გაუმიზეზდებათ უფრო მეტად. თუმცა მე ვფიქრობ, რომ რაც ამ აქციებმაც დაგვანახა, ის არის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილას. პოლიცია, სამართალდამცავი სისტემები, მთელი აქცენტი ჰქონდათ იმაზე, რომ ჩამოიშლებოდა სახელმწიფო, რამხელა შრომა გაწიეს სამინისტროებში, საჯარო მოხელეებთან და ეს არ მოხდა. და ჩვენი დრო იწურება და მე დავამთავრებ იმით, რიციც დავიწყე, რომ ერთადერთი საშუალება ყველაზე, ნორმალურ საზოგადოებაში, ხო, ან არსებობს დაპირისპირება, ძალადობა და რაღაც ომი, რასაც ვიძახით, ან არსებობს რაღაც მშვიდობიანი თანაცხოვრება, რომელიც ბაზისიც არის მხოლოდ არჩევნები. შესაბამისად, გადატვირთვის ერთ-ერთი გზა სწორედ ეს არის და ეს მოხდა 24 წლის არჩევნებს, ეს უნდა მოეხერხებინა. როცა ამას არ აღიარებ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის წახალისებას ახდე. და ამ შემოდგომაზე, ამ წლის შემოდგომაზე ჩვენ კიდევ გვაქვს ერთი არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები. მიგაჩნია თუ არა, რომ მათ ვიღაცას უნდა, თუ არ უნდა, ვადამდელს ითხოვს, თუ ახალს ითხოვს, დრო გადის და ეს შემოდგომა მოვა და ეს არჩევნები დადგება. ძალიან მოკლედ რომ ვიპასუხო, მიგაჩნია თუ არა, რომ ეს ხალხი ერთის მხრივ დაუბრუნდება სადღაც რაციონალურ კალაპოტს, ისევ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ან ის პროტესტი თუ კი ლაპარაკია, რომ ეს რომელიმე პარტიას არ აკუთვნის და ცალკე პროტესტი არის. ეს ხო არ უნდა დაბადოს მაშინ რაღაცა ტიპის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს და ასახავს ამ პროტესტის ინტერესებს და თვლი თუ არა, რომ ამ შემოდგომაზე, როცა ეს დღე დადგება, დაუბრუნდება ეს ერთგვარ კალაპოტს და ეს არჩევნები შეიძლება იყოს აი ეს განმუხტვის მექანიზმი, რასაც ვამბობდი. კი, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ახსენე, პრინციპში რაც უფრო გადის პერიოდი და უკვე 2025 წელს შევაბიჯეთ, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს, ლოგიკურად დაკარგავს აზრს ყველანაირი აქცია, გამოსვლა, იმიტომ რომ სულ რამდენიმე თვეში
არჩევნები გველოდება და მათ თუ რაიმე პოლიტიკური ძალა აქვთ მოკრებილი, შეუძლიათ რომ ამ არჩევნებზე გამოვიდნენ და არანაკლებ მნიშვნელოვანი არჩევნები, ამიტომ არჩევნებზე დაგვანახონ რა შეუძლიათ და რას წარმოადგენენ და რამდენს წარმოადგენენ. ხო, მინიმუმ ის მაინც დაკარგავს რამხელა არის ამ აქტუალურობას ეს პროტესტის ყველაზე მახინჯი ფორმები, რომელიც აქვთ და რადგან შემოჯამებელი არის, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ქვეყნის მართვის უპირველესი ასე ვთქვათ, ფუნდამენტი არის კანონები, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე ჩვენი მორალური კანონებით არანაკლებ მნიშვნელოვანი განვითარება მიგვიღწევია და თუნდაც ის ფაქტი, რომ შეიძლება კანონად არ გქონდა, ასე ვთქვათ, გენდერული თანასწორობა, მაგრამ ისტორიულად ორი ყველაზე სასტიკი ფორმით დაპირისპირებული კაცი რო ომობდა და ქალი რო მანდილს ჩააგდებდა, ამ ქალს რამხელა ეს დაპირისპირება რო წყდებოდა, ამ ქალს რამხელა დანიშნულება და დატვირთვა ჰქონდა, ეს ჩვენ კანონებში არ ქონია გაწერილი, მაგრამ ეს იყო ჩვენი მორალური და ასე ვთქვათ, სოციალური ნორმები, ხო? ამიტომ არავისგან არ გვესწავლება ჩვენ სწორი ცხოვრების სტილი მათ შორის ის ფუნდამენტი, რაც რელიგიაზე დგას და ის ძირითადი პრინციპები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან გვეხმარება და ვფიქრობ, რომ მომავალშიც ეს დაგვეხმარება და ბოლოს ვიტყვი, რომ ნაციონალიზმზე და ქართულ ეროვნულობაზე დასვის შენკითხვა. ეს საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა და ყველა ქართველში არის ჩადებული რაღაც მარცვალი, რომელიც აუცილებლად საჭირო მომენტში ღვივდება, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადავრჩებოდით. და ეს ამ მარცვალს გვიღვივებს აი ის სიმღერები, ცეკვები, ის ისტორიები, ის პატრიოტიზმი, გმირები, რომელიც ამ საუკუნეების მანძილზე ჩვენმა ერმა შვა და რომელიც აი ესე ძალიან ყრუთ არის შეიძლება ჩამალული, მაგრამ საჭირო მომენტში აუცილებლად აქტიურდება და ფაქტურად ახლაც, როდესაც საქართველოს და ქართველებმა დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობა გვაქვს და შეგვიძლია და ვართ თვითმყოფადი და საკუთარ თავს თავად ვეყუდნით, ეს ყველაფერი ალბათ ძალიან გვეხმარებოდა, რომ ხმა მოგვეღო და გაგვებრძოლა იმ დიდი პროცესების წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობდა. მადლობა ნინო. სტუმრობისთვის ჩვენი სტუმარი იყო ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ეთერში შუადღის პოლიტიკა დაბრუნდება ორშაბათს. გემშვიდობებით დროებით.